რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყნის მიმართ ევროპაში კოლონიური დამოკიდებულება გაძლიერდა, რადგან დიდ სახელმწიფოთა პოლიტიკური დღის წესრიგი კვლავ აქტუალური გახდა. უკრაინის ომი მეტწილად ამ მიზეზითაც გრძელდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთში არ სურთ უკრაინის დანაწილების პროცესის გამოტოვება. ისინი ამ ომს სწორედ უკრაინის დაყოფის პროცესად მიიჩნევენ. შეცდომა არ დაუშვათ და არ მიიჩნიოთ, რომ ისინი რუსებს ებრძვიან. რუსებმა უკრაინის 20% მიითვისეს. დასავლეთში კი ფიქრობენ, რომ დარჩენილი ტერიტორია მათ ეკუთვნით. ეს კლასიკური იმპერიალისტური ომია. თუმცა რასაკვირველია, ისინი ამ ომს ასე არ მოიხსენიებენ. დასავლეთში უკრაინის დაყოფის პროცესის გამოტოვება არავის სურს. ამას ყველაზე ჭკვიანურად ამერიკელები აკეთებენ. მათ ეკონომიკური ფონდი ჩამოაყალიბეს. უკრაინელებთან ხელშეკრულებები გააფორმეს იშვიათ მინერალებზე და ინვესტიციებზე და მნიშვნელოვან ფინანსურ შეთანხმებასაც მიაღწიეს. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ უკრაინის განაწილება მარტივია და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურთ. მთელი ეს ომი სწორედ ამიტომ გრძელდება. მათ სურთ უკრაინის ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, მინერალების საბადოები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფული. ამ ყველაფრის უკან კი რიგითი უკრაინელების ტანჯვა დგას. დასავლეთი საჯაროდ პოზიციონირებს ისე, თითქოს ისინი უკრაინას იცავენ, თუმცა ეს სულაც არ არის ასე. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.